ასია, ჩემო ძვირფასო. სიყვარული და თავგანწირვა დროთა განმავლობაში დავიწყება შეძლება. ოჯახურ ცხოვრებაში კი მთავარი სიმშვიდეა. რა თქმა უნდა და ეს მაშინ როცა ოჯახში ბავშვებია. ქორწინებაში კი გაცილებით მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს. ასია, შეწყვიტეთ ლიგინი. გაიგონე, რასაც გეუბნებიან. კაცებზე ის ელაპარაკობ თითქოს 10 ქმარი ყავდეს გამოცვლილი. მეთინი შენი სიძის, ოსმანის შორეული ნათესავია. თანაც ამ ბიჭს უმრანიეში საკუთარი სატელეფონო კომპანია აქვს. ხო, და კიდევ სტამბოლშიც. ნახვით რა დაშავდება. უსიყვარულოდ არ გავთხოვდები და მორჩა. ეჭვმეპარება რომ ოსმანის რჩევი ჩემიყვარდეს ვინმე. რა თავხედი ხარ? ილოსე რომ ოსმანისნაირი ქმარი იშოვო. შენი დასაცინი რა სჭირს? მე ოჯახი კაცია, მუშაობს, კარგი ხასიათი აქვს. სხვა რა ჯანდაბა გინდა? რა? სხვა რა მინდა? თუ ასეა ჩემი და რატომ არის უბედური? ყოველ მაღაზიაში წასვლაზე 9 ჩანთას და 5 წყვილ ფეხსაცმელს რატომ ყიდულობ? გინდა რომ მეც იგივე ბედი მეწიოს? რა სისულელეა? რა იყო ტყუილია? იმდენად უბედური ხარ, რომ ან საძილე წამლებსო, ან კი ფულს უაზროდ აფრიალებ. ნამდვილად არ მინდა შენსავით ვიცხოვრო. აქვს და ხარჯავს. შენ ვინ კითხავს? რა შენი საქმეა? შენს გათხოვდი ღირსეულად და შენს დახარჯე ვინ გიშლის? დედა, მოეშვი. ამუტვინო გოგოს ნათქვამს სულ არ ვაქცევ ყურადღებას. ფასდაკლება იყო და ამდენი რამ იმიტომ ვიყიდე. მომისმინე უსიყვარულოდ გათხოვებას არ გთავაზობ. გაიცანი ის ბიჭი, სადმე გაისეირნე, დაილაპარაკეთ. თუ მოგეწონება იქნებ, მოგინდეს და შეგიყვარდეს კიდეც. ვინ რას გაძალებს? ბიჭმა შენი სურათი ნახა და უგონოდ შეუყვარდი. არ მინდა. მედის მოთმენა აღარ შემიძლია. დამტანჯეთ. ასიე. დედა თავი დაანებე. მოეშვი, გაბოროტებულია. რისი მოთმენა აღარ მიწევს. ნუ ხელავ. რამეს მოვიფიქრებთ.